დაიღალე ბანძ თანამშრომლებთან ერთად მუშაობი. მე გეტყვი თუ რატომ მგონია შენი თანამშრომლები ბანძი. იმიტომ რომ რეალურად თქვენ შორის არ არის ისეთი კომუნიკაცია, როგორც უნდა იყოს. იმას თავი დავანებოთ, რომ პირველად შეება ვიღაცა არ გისწორდებოდეთ, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ვიღაცა ბანძი თუ არის, ერთადერთი იმის ბრალი არის, რომ კომუნიკაცია არ გივარგათ. დაალგებულ სიტუაციაში, სადაც ყველაფერი კარგად არის, ყველა ჯიგარია, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და უკვე ჩეპეები გაიჩიტება, რა თქმა უნდა, ერთმანეთის გადაბრალებები იწყება, ვიღაც რაღაცას არ აკეთებს, ვიღაცას რაღაცა არ მოწონს და რეალურად აქ ხდება ის მისკომუნიკაციები და აქ ხდება ეს განხეთქილებები, რაც ნებისმიერი კომპანიისთვის დამღუპელი არის. ამის ერთ-ერთი ბრალეულობა შეიძლება ისიც იყოს, რომ ხალხმა არ იცის ვის რა ევალება და რაღაცა განხეთქილების მომენტში მირა უნდა გააკეთოს და ხდება კოლაფსი, ესე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ კომპანიის ზედა მხარემ იზრუნოს იმ ყველაფერზე, რაც არის ორგანიზაციული სტრუქტურა. გულისხმობ, რომ ყველას კონდეს ზუსტად გაგებული თუ რა ევალება, როგორ ევალება და რა უნდა გააკეთოს. მარტივია. შენ თუ გაინტერესებს შენ ბიზნესს რა ორგანიზაციული სტრუქტურა შეეფერება, დამიწერე კომენტარებში რა ბიზნეს ფლობ და დაგიხატა უმაგრეს სქემას.